დადიხარ ობიექტებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აგებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, ან სამოქალაქო ენაზე რო ვთქვათ, ბუნკერები. 90-იანების დასაწყისში უკვე როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, მიმხედი არავინ აღარ იყო საქართველოში, არც გვეცალა მაგისთვის. ის თავდაცვის ობიექტები, რაც გვხვდება ახლა, რა მდგომარეობაში არის შეგვიძლია აგვიწეროთ? ბუაში კედლები რაც იყო, ის კედლები აგურებად აქვს ადამიანებს დაშლილი და მაგ აგურებით სახლებს იშენებენ. ანუ იმ პროცესს შევესწარი უბრალოდ რამდენიმეგან და წარმოვიდგინე რა დონის ესე იგი მონდომებულები ვართ მაგ საკითხში. არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახერხოთ და გავითვალისწინოთ სხვისი გამოცდილება. შვედეთი და ფინეთი დაახლოებით ერთ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ უფრო მასობრივად ეგ მოვლენა შვედეთში არის. შენ როგორც თქვი, პრაქტიკულად სომხეთშიც, უკრაინაშიც რაღაც დაინტერესება იყო, მაგრამ ძირითადი ბიძგი ომის მერე მიეცა. ბელარუსი ამ კუთხით არის ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული ხარჯება ამ თავშესაფრების შენახვაში. რომელი უფრო ჯდება ქართულ რეალობაში და რომელია შესაძლებელი, რომ გამოყენებული იქნას?